მაინც რას ნიშნავს უცხო პლანეტური წარმოშობა? ტერმინი უცხო პლანეტური აქ ორი მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას. სამეცნიერო გაგებით, დიახ, ის არის უცხო, interstellar, რაც ნიშნავს, რომ ის არ დაბადებულა ჩვენს მზის სისტემაში, ვარსკვლავთშორისია. ის მოვიდა სხვა ვარსკვლავთშორისის სივრციდან. ეს ფაქტი დადასტურებულია მისი ტრაექტორიით, ჰიპერბოლური ორბიტით, რომელიც აჩვენებს, რომ ის მზის მიზიდულობას არ ემორჩილება და აქ მხოლოდ სტუმრადაა. პოპულარული გაგებით კი, ზოგიერთი წყარო მიანიშნებს, რომ ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ობიექტი ან უცხო პლანეტური ზონდი. ამის არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. კომეტა 3 აი ატლასის ზუსტი წარმომავლობა ასტრონომებისათვის ჯერ კიდევ კვლევის საგანია, თუმცა მისი ტრაექტორია ერთ რამეს სალსახად ამბობს. ის ჩვენი მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავთშორის სივრცეში დაიბადა. არ ეკუთვნის მზის სისტემის იმ საცავებს, საიდანაც ჩვეულებრივი კომეტები მოდიან, მაგალითად ოორტის ღრუბელს ან კოიპერის სარტყელს. ის ჩვენს სისტემაში შემოიჭრა ქნარის, იგივე ლირას თანავარსკვლავედის მიმართულებიდან. მეცნიერები ცდილობენ უკან გადაახვიონ მისი გზა, რათა იპოვონ კონკრეტული ვარსკვლავი, საიდანაც ის შესაძლოა გამოიტყორცნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა მოდიოდეს ვეგას ვარსკვლავური სისტემიდან, ან მის მიმდებარე რეგიონიდან, რადგან სწორედ ამ მხრიდან შემოვიდა ჩვენთან. გამოტყორცნის მექანიზმი კი ასეთი უნდა იყოს. სავარაუდოდ მილიარდობით წლის წინ ამ სხვა სისტემაში არსებულმა გიგანტურმა პლანეტამ, მაგალითად ჩვენი იუპიტერის მსგავსმა, თავისი გრავიტაციით მოისროლა ეს კომეტა კოსმოსურ სივრცეში. შესაბამისად, იმისათვის რომ კომეტა თავისი მშობლიური სისტემიდან გამოაგდო და ვარსკვლავთშორის სივრცეში გაუშვა, საჭიროა უზარმაზარი გრავიტაციული ძალა. ასტრონომები მას კოსმოსურ დევნილს უწოდებენ. ის მილიონობით, შესაძლოა მილიარდობით წლის განმავლობაში მოგზაურობდა აბსოლუტურ სიბნელეში, ვარსკვლავებს შორის, სანამ შემთხვევით ჩვენს სისტემას არ ესტუმრა. რატომ არის ამ უცხო სტუმარის წარმოშობა ასეთი მნიშვნელოვანი? რადგან ის სხვა ვარსკვლავთან ჩამოყალიბდა, მისი შესწავლით ჩვენ ვიგებთ, როგორი ქიმიური ელემენტებია galaktikis სხვა ნაწილებში. არის თუ არა წყალი და ორგანული მოლეკულები სხვა ვარსკვლავებთანაც, რაც თავის მხრივ სიცოცხლის არსებობის შანსებს ზრდის. მისი შესწავლით შეგვიძლია გავიგოთ, მოგზაურობენ თუ არა ორგანული ნივთიერებები ვარსკვლავებს შორის. თუ ეს კომეტა შეიცავს რთულ ნახშირწყალბადებს, ეს ამყარებს თეორიას, რომ სიცოცხლის თესლი შესაძლოა მთელ galaktikაში ერთი სისტემიდან მეორეში გადადიოდეს ასეთი ობიექტების მეშვეობით. ჰგავს თუ არა სხვა პლანეტების ფორმირების პროცესი ჩვენსას. მისი ტრაექტორიისა და შემადგენლობის შესწავლით მეცნიერები აკეთებენ იმ ვარსკვლავური სისტემის მოდელირებას, საიდანაც ის წამოვიდა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.